დამტენი გამოვაცვით. წავედით ახლა ჩაგვიგდეს ტვირთი. სამართები აკრებილი მაქვს. ყველაფერი გამზადებული მაქვს და წავედით ახლა დასატვირთად. სიმართლე გითხრათ, ნერვები წინასწარ მეშლება უკვე. ამ გვაგი. მე რაღაც დავიწყებ და იგი წამყვება უცებ. ესე იგი თერთი ჩაგდებული მაქვს უკვე და მივდივარ ახლა დასატვირთად. ტრადიციულად, როგორც გითხარით, წინა ვიდეოებშიც ჩინელები რულავენ კალიფორნიაში სიტუაციას და ისევ ჩინელებთან მივდივართ დასატვირთად. უნდა დავიტვირთოთ ჩინელებთან და უნდა წავიდეთ ნიუ-ჯერსი ამაზონზე. ამჯერად გვაქვს ამაზონის ტვირთი. 26,000-ია წონაშიო. როგორც გითხარით, წავამოვდი რომ შეიძლება სხვა გზით წავიდე ვაფშე თქო. შევარჩიო რაღაცა გზა თქო, იქიდან არ გამოდის წასვლა ვინაიდან. როგორც აღმოვაჩინე, ჯერ ერთი და ცუდი ამინდია და მერე კიდე ბევრად შორეა. ხო და ამიტომ ტრადიციულად წავალთ მე-40 ინტერსტეიტით. ხო და აი ეს არის ხა თოდას დაგათვალიერებიეთ კალიფორნიას ქალაქს, რა ვიცი. აქ ლოს-ანჯელესში ვარ ახლა მე და ესე ეს მეუნება წადიო პირდაპირ რომ მე წადი მარჯვნივო, მე ისე წადიო და მე ავდგები და ეხა წავალ ასე. ესე იგი ძალიან ბევრ შტატებში ბიჭებო, ვინც არ იცოდით, გეტყვით, გაგიმხელთ, ძალიან ბევრ შტატებში, ამერიკის ბევრ შტატებში შეიძლება მარჯვნივ წითელზე გასვლა. ნახეთ? მაგრამ სადაც აწერია no turn red, იქ გასვლა არ შეიძლება. დაგიწერენ ჯარიმას. ჩემ შემთხვევაში აქ შეიძლება წითელზე გავლა და მე თვითონ გავიარე წითელზე, ასე რომ თუ იმე შეხედავთ კომენტარებში რომ მე წითელზე გავიარე, ნუ სცემთ. წითელზე გავლა მარჯვნივ შეიძლება. ესეთი ცუდი ამინდი. ესეთი წვიმა კალიფორნიაში. მე რაც აქ დავდივარ, არ მახსოვს. ცოტა არ იყოს უცნაური არის რა. აუ შენი ენა ჩავარდა რა, მას. არ მიყვარს ყველაფერი ერთად მოშოვა. ჯანოს. Los Angeles. სეგე გვერდზე ორი მარცხენა ზოლი მიდის მარცხენა. რა ფერვიცი? მარცხნივ გასვლა არ შეიძლება წითელზე, დაქორიტავენ. როგორი საინტერესო რაღაცა, როცა მანქანა უხვევს Garmin-ით როგორ Garmin-ით GoPro-ს როგორ უხვევს რა, როგორ მიყვება იმას მოსახვევებს რა. აი როგორი ლამაზია ეს წვანე პალმები და სიმწვანე მიყვარს ძალიან კალიფორნია. მაგრამ აი ეს პერიოდი მიყვარს კალიფორნიაში რა, ეს სიგრილია რა, არ არის ძალიან სიცხე, ზაფხულში ძალიან ცხელა რა. მაგრამ საღამოობით სიგრილია, მაინც აი გვიან უკვე სიგრილია, იმიტომ კალიფორნია მაგასენა და კრუგში, მთებში არის უდაბნოში ჩაფლული და ეს ადგილებში ღამეობით სიგრილებია ხოლმე რა. ავიდეთ ახლა ნელა
ძალიან ცუდი იარდზე მივდივარ ბიჭებო დასადვითად. ესე იგი Google Maps-ში ნახე, რევიუებში წერენ, რომ საშინელი იარდიაო რა, ანუ მთელი დღე დაკარგულია გარანტირებულათო, რომ კაროჩეო აქო ვერ იზამო რა, ვერ წახვალო დროულათო. თან ძალიან პატარა ის ყოფილა, რა ქვია, ადგილი, ჩინელებთან სხვას მეც მაინც არ მეველოდებოდი ახლა მე. ჩინელები და მიჩვეული ვარ ამას და წინასწარ ვიტირე. რომ ესეთი ცუდი ისა აქვს რა, რევიუები აქვს იმას რა, მაგ კომანდას თვითონ. სადაც უნდა დავიტვირთო და ავი ძალიან ბევრ დროს დავკარგავთ რა, თურმე როგორც აღმოჩნდა. კალიფორნიის წესით, კანონებით პირველი 2 ზოლი არის ტრაილერებისთვის, დანარჩენი ზოლები მანქანებისთვის. აი ის გამყოფი ზოლი რაც არის იქეთ, აი თეთრი პიკაპი რო გარბის, ის არის ფასიანი გზა და არის კიდე იმისთვის 2-ზე მეტი თუ 3-ზე მეტი მგზავრი თუ გიზის მანქანაში. იქ წახვიდე რა. ჩვენ იქეთ არც ერთ შემთხვევაში არა გვაქვს არანაირი უფლება იმისი, ფიქრიც კი არა გვაქვს იმისი, რომ აი აქ მოვსვათ რა, იქეთ გადავიდეთ იმ ზოლში და წავიდეთ იქეთ. არ შეიძლება. ეგ არის რა. გაგეთიშებით ეხლა ბიჭებო და ცოტა მოგვიანებით ჩაგერთებით, იმიტომ რომ თქვენ დროსაც არ წავიღებთ იც და მეც მეხსიერების ბარაც დავზოგავ. იარდზე რომ შევალ, ანუ პიკაპზე სადაც მივალ, იარდზე აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს, აუცილებლად. აი უნდა განახოთ იქ პროსტა რა, აი რამს გავსი სიმახინჯე იქნება რა, აი მსგავსი სიმახინჯე ყველა წერენ რა კომენტარებში Google Maps-ზე რომ საშინელი ადგილიაო, ძალიან პატარა ადგილია, ვერ მოტრიალდებიო და იმენა ტანჯვა არისო რა და დატვირთვა კიდე მთელი დღეო მოგიწევთო და სიმართლე გითხრათ, ცოტა ისეთი თემაა რა, ეხლა მივალ დოგზე მივაყენებ, საჭმელს შევჭამ, დავწვევი და დავიძინებ და მე რაღაცა დროში გამაღვიძებენ ალბათ და რაცა იქნება. აგი ახლა გაგეთიშებით და ცოტა ხანში ჩაგერთებით ისე. მოკლედ ბიჭებო, ახლა რეიბანის სათვალეები გამოვედით ის ესეთი ადარა პარკინგი არის და ესე იგი სხვა საპირთოებმა რო დადგნენ და იმოძრავონ, წესია ესეთი დოგზე რომ მიაყენე, უნდა ჩახსნა და აქედან უნდა შურო მასში წახვიდე. მარტო ტრეილერი უნდა დატოვო, ტელეფონის ნომერი აქვს და დაგვირეკავენ. ესე იგი როგორც ქალბატონმა ჩინჩუნა შემპირდა, ჩინჩუნა. ასე ქალბატონმა ჩინჩუნმა და ჩეკიჩანმა შემპირდეს 3 საათიო დატვირთულიო იქები უკვე და გამეხარდა თუ ტვილი არა, მაგრამ მე მგონია რომ ტვილი იქნება. აი ოკეი, საილი ჩახსნილია, შანგეს გადავაერთო თავის ადგილზე და გავიდეთ გარეთ. შენობა უნდა დავტოვოთ, პატარა ადგილია და მიტო. ოკეი, რაღაცა საბოდიალური გავისეირე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ხოდია დაძინება მიჩვენია და შორი გზამახტი. აჰა, ავეძე და ნახე და იარდი. ესეც მოვიდა ხა ჩახსნის. მოკლედ შემომეგობრებო, ახლა
დავიტვირთე უბრალოდ დამირეკეს ჩვენმა ჩინელებმა დამირეკეს რო ისაო რა კაროჩო დავტვირთეთო შენი ტრაილერიო და შემოდიო აი ისეთი პატარა იარდი აქვს ჩინელებს შინით არ გამაჩერეს ჩამახსევინეს ტრაილერი და ისე გავჩერდი რა ისე ვიყავი იქ და აბა წავალთ ახლა და შევალა აგერ ვიყავი მე შევიდეთ ახლა უცებ მივატკეცავ კი მაგრამ მე არ გამაჩერენ და აქანე მოფტეილები დაიგენი რა ამბავი ხალხებია თქვენ ხორომს საღებო თქვენ მაგრამ რა ვიცი არჩე წინასწარ ვიტირე დღეს გვიან დამტვირთავენ თქვა და კი დამტვირთენ ნიჩეოდ მალე არა უშავს შეჯდა არის კონტაქტი ახლა წინ გავაკაჩიოთ ახლა წავედი საბუთებს წავიღე ჩავობ ტრეილერს და მე წავიდეთ რა აქედან ნელა გავარდეთ რა ესე იგი ბიჭებო ავიტვირთე ახლა და მივდივარ ნიუ-ჯერსში თავისთავად რაღაც პატარა ისინი იყო მომენტები და ახავთ თქვენ იქ რაღაც მომენტებს თავისთავად დროს იყო რაღაც ისეთები ამბები ეხლა უნდა შევუბეროთ და ვიაროთ რა საკმაოდ ბევრი გვაქვს არვენი ბევრი გვაქვს სასიარულო და უნდა მივაწვეთ ბოლომდე აროჩი რა ესეთი ამბებია აი ესეც ლოს-ანჯელესი კალიფორნია მოგარგებო ლოს-ანჯელესი კალიფორნია თუ კალიფორნია და მერია ლოს-ანჯელესი არჩი ოხრა კაი გზაა ბიჭო რა კაი ბარხატი აი მობილურების რეკლამა უფასოდ მობილურები так აბა გავხსნათ ნავიგაცია ახლა ჩვენ აქ უნდა ჩავიდეთ მარცხნივ გაჩერე ალიოს წალიძოლია ავთანდის წალიძოლია აჰე ესე იგი კონდიციონერი მაქვს ჩართული ბოლომდე ინაერი ჩახუთულია ისე ცხელა და კონდიციონერი კაკა ვერ ერევა
და აქ მარჯვნივ. დედა. აი პატარა შესასვლელია. ცეთი ჯიგა ოი რაშო ვიჯო და ჩაგარტყი ახლა ქუსლები დავი თავში აქ სტოპის სლაგზე პირველი ვინც ჩერდება მისია გზა ოკეი ზეგი პირველი გაჩერება გვეხდება არიზონაში საწავზე მეორე გაჩერება გვექნება ოკლაჰომაში საწავზე და მესამე გაჩერება გვექნება ოჰაიოში საწავზე არა მესამეც კი არა და შეიძლება ისე ვქნა რომ ხო მიზურში გავაჩერე მიზურში ავიღებ საწავს და მიზურიდან კიდე უფრო გამწევს იქით და ოჰაიოში ავიღებ კიდე და ესე რა. ესეთი ამბები. 55 მილში სასწორი გვაქვს. იმედია მშვიდობიანად გავივლით და არ იქნება არაფერი პრობლემები. ადევიდით ახლა მარცხენა ზოლში. ნელა მივაწვეთ რა. მართალია ამ ორ ზოლში უნდა ვიაროთ მარჯვნივ. მაგრამ არა უშავს მარცხნიდან თუ დავალთ, იმიტომ ასე მიდა მე. ოკეი. როგორც ლაინერი ისე მიდის დატვირთული ამასო ენაცვალე მე. კაია ვიჯო დადეთ 30 ესე იგი ნახეთ 30000 35000-მდე დადვირთული ტრაილერი არის კამპეტი ლაინერივით მიდის ასე დიჯად მიზუზუნოს რა არ ძალიან ძიმი არა არც ძალიან ჩატი არა მიზუზუნოს რო იტყვია რა აი ჩოუშხუილე ქორივიც ყველას არა ახლა უნდა მოუკლო პარს თუ არა კალიფორნიაში სპიდინგზე თუ დაგიჭირენ, დაგაკრეჭიებენ კვილებს. ალა ეცუდი გზა ხედავთ. აფერა დარეჯვილი ხედავთ. ტელეფონს მოეღანძა ისე როდის მოვესწრები ერთი ამერიკაში გაიგზები რომ იქნება რაშო ჩინა ჩინჩუ ვაი ეგერ მოდის შერაფერ მოდის ეგერ ეშმაკი ჩამივილი ზაღლა ხوار დაგინახი ვარ მიწია მარცხნე ამჩი ტრისას კალიფორნიაში სიჩქარის დარღვევა ბიჭებო ტრისას ისტორიიდან არ მოიშლება არასდროს თქვენი მართვის მოწობის ისტორიაში სულ იქნება ეს სპიდინგი კაროჩი გავთიშავ ეხლა და ამ დარეჯვილ გზებს რო გავივლი ყველაფერს მერე მოგვიეცოთა მოგვიანებით ჩავრთავ რა როგორი ლამაზი დასახლება რა მაგარი დასახლება მთებში. ოჰო, ეს რა დატვირთული მიდის. შენ გენაცვალებები ძიგო. ოჩა ძიაში.
სახელია. კოლჩიკა. მაგარი ხედებია. ეხა რა ლამაზია ეს კალიფორნია, კაცო, აი მარცხენა მთები და ეს მთებში სახლები ჩაფლული. როგორ მოიჭუნა ამინ რაღაც რა არის? ძალიან მოიჭუნა ამინ. აი, ქუნდავიდეთ იმ ნისლებში მთაში. გამასტარი ჯიგარსონ შენ. მე ამას უნდა გავასწრო აქ. აქ ძალიან დარეჯგვილი გზა არის ამ ორ ზოლში. მარჯვნივ და არ მაწყობს ვაკეცია რომ აქეთ წავა. დაგებრუნდით
მეგობრებო, მოკლედ აი ეს რაღაც 20 წუთში 30 წუთში გადავალ არიზონაში. შესაბამისად სიჩქარეც მოიმატებს კონკაობის და მალე ვივლით რა. მოკლედ გაჩერებამდე 175 მილი დამჭა საწვავის ჩასვლამდე და იქ გავჩერდები ცოტას როგორც გითხარით ადარას წავიხემსებ რაღაცას აგვერ შევჭავ გამოვილი მუხს გავმართავ რაღაცას და შემდეგ გავაგზელებ გზას ვინაიდან 200 ესა 200 თქო 2600 უბრალოდ 2572 მილი დამჭა გასავლელი კვირას უნდა ჩავიდეთ აუცილებლად უნდა დავიცალოთ ხუთშაბათია დღეს პარასკევი შაბათი კვირა რავი ხვალ კაროჩე 1000 მილი უეჭველი უნდა გავიაროთ რა ზეგ კიდევ 1000 უნდა გავიაროთ ყველა ვარიანტში და 572 უკვე შეიძლება რა კვირას გავიაროთ და კვირას საღამოს კაროჩე ასე ვთქვათ ჩავალ და დავიცლებით რა და მე წავალ სახლში ნახეთ ბიჭებო ალაირი მცნაური რაღაცა რა გზა რამოდენიმე წუთის წინ გავთიშე ხო ვიდეო აი კაროჩე გაშავებულია ყველაფერი რა აი იმაზე რა მაპზე რო უყურებ ვაფშე საერთოდ არაფერი არ იძვრის გაშავებულია ყველაფერი აი ესე ვიდგებით ეხლა რამდენ ხანს ვიდგებით ღერთვა იცის ღერთვა ჩემო უნდა ვქრათ ვიდგებით ას რაღაც გადის იქიდან რა პოლიადის რაღაცა იწვება რაღაც გზაზე ან მანქანა იწვება ან რამე რა ვიცი ვერთო ყველას ჯვარი დასწერე ყველას ვერთო მშვიდობა მიეცი აიცი რა ხდება მოვატორმოზოთ ჩვენც და გავჩერდით რა ეხლა არის კალიფორნიის დროით 5 უკლია 15 ნიუ-იორკის დროით 8 უკლია 15 ეხლა გავთიშავ ვიდეოს და ვნახოთ აბა რამდენ ხანში გაიხსნება გზა დროებით კეგლები დააწყვეს. ცედვა გამგაუჩინა ახლა ამას ცეცხლი სახლი მანქანა კონტეინერი გადაურჩენია აი ჩემაიც შენ როგორაა დაფუფული საწყალი ვაფშე ცოდა კაიშვა გზა როგორც იქნა კაიშვა ფრასუნი დგას კაიშვა როგორც იქნა გზა
დილა მშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? ტრადიციულად ჩვენი დილა იწყება ესე ვიზუალურად შევამოწმოთ საბურავები ყველაფერი ეხლა გავიღვიძე კარგად გამოვიძინე და ახლა საწვავს ავიღებ და რომბიც არის, არავის არ გაუქურდივარ რომბიც არის ყველაფერი და კარგია ვიზუალურად ყველაფერს ვამოწმებთ ბიჭებო საწვავს ავიღებთ და წავალთ მათლაპები ყველაფერი კარგად ადგილზე არის შუქები კარგად მუშაობს მანქანა ჩამქრალი მყავს ცდილობ ხოლმე ჩამქრალ მანქანაში ჩავასხა საწვავი ანუ ზოგადად ცდილობ რომ არ ვამუშაო ტყილა რა და კარგი სიგვილი არის აქ სიგვილი კი არა სიცივე იყო და მანქანა არ დამიქოქია არიზონაში ვარ არ დამიქოქია მანქანა ვიბასტო მქონდა დილას ჩავთე ვიბასტო ეს არის თავარი ინსტრუმენტი ამ საქმეში ბიჭო დაისვარა ისე მაგრამ არა უშავს ეხლა სახში უნდა ჩავიდეთ და მაინც უნდა დავაყენო ვიზუალურად ყველაფერი კარგად არის აი ესეთი ამოვია რა სარიარკას ჩავასხამთო შე მოთ გავაგზავნოთ გზას აბა დროებით შემოკარგებო შუშემ შემოუწმინდა და ყველაფერს დავახალიერებ ამე ყველაფერი უცურება და ყველაფერი მაშვება ქვევიდანაც მე კი ნახე წეღა მაგრამ არაფერი არ წვეთავს არაფერი არ მაშვება ყველაფერი კარგად არის აბა დროებით სიმაილი დამჩა. კარგად ვიარე, ესე იგი, ხამხამობით ბევრი ვიარე. ეხლა დღეს გეგმაში მაქვს 500 მაილი გავიარო. ძალიან მარტივად გავივალი 500 მილს და გავჩერდე და დავისვენო. გზად ვეცდები რაღაცეები გადავიღო, სადღაც გავწრე რაღაცეები ვნახო. ესე იგი, მანქანების მუზეუმში ვიყავი გუშინ მისული 66-ზე. დიდი მუზეუმი იყო, დაკეტილი იყო. იარაღების მაღაზიაში მივედი, დაკეტილი იყო.
დანების მაღაზიაში მივედი, ჩანდაბა მაგას დაგეტილი იყო და მოკლედ, კაროჩე, ამოვწყვიტე გუშინ მთელი ასეთა უბექი რა ვიცი. ხოდა კაროჩე, ამნაირი ამბავია რა, ჩემო კარგებო, მოკლედ. დავეშვები ახლა, გავრეკავ რომელი საათი, 9 საათია. და რაღაცეებს ვეცდები გადავიყო რა. ყველაფერი კარგად მიდის. ჩემი ბებერიც უბერავს. ბებერის ზილივით და ესეთი ამბავია რა. ცოტა მანქანაში ბურუსი მაქვს, სანთელს ვანთებლოცობს კითხულობდა. იმას მოანთებ კიდე, აქვეა საკვირველსა, ცოტა ბურუსია და უცნაურად არ მოგეჩვენოთ. ესეთი ამბავია რა. წავიდეთ ახლა ნელა-ნელა GoPro ხელში დავიკავე. იქედა მოხსენი. რაღაცები მინდა ახლა Amazon-ზე გამოვიწერო რაღაც ესეთი განსხვავებული სამაგრები, რომელიც მაგალითად ტრაილერზე შევძლებ დამაგრებას. აი გზაში მიდიხარ რაღაცები გადაიღო, ჩაპარკინგების დროს, იმის დროს და ნუ მოკლედ ერთი სიტყვით ახლა ჩავალ სახში. ამ კაი რაღაცებიზაც ესე იგი მოვიცლი და ხო ამ ვიდეოს როცა დავარედაქტირებ და ნახავთ აი ამ მომენტს როცა მოусვენთ კარგი რაღაც სამაგრები და რაღაცეები თუ იცით სად უნდა შევიძინო, სად უნდა ვნახო, შეგიძლიათ პირადში, Facebook-ზე, Messenger-ში მომწეროთ და თქვენ რჩევებსაც გავითვალისწინებ, ჩემო კარგებო. თქვენი რჩევები, კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გონიათ. არ არის ესე იგი, ეს გინდა თუ არა გამომიწერეთ, გადამწერეთ, გადმომწერეთ, არ არის ეგრე. მე ეგრე არა ვარ. ყველა გამომწერი თუ იმე მყავს, თუ იმე გამომიწერს და აბსოლუტურად ყველას მადლიერი ვარ. უბრალოდ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანები უბრალოდ ვიდეოს უყურებენ, გადახვევითაც უყურებენ, ასე უცებ რაღაცები რო გაიგონ. ვიღაცა გამოგიწერს, ვიღაცა არ გამოგიწერს. მე, ვერ დაგაძალებთ ვერავის და ამიტომ აი კომენტარები და იდეები, აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება, რანაირად შეიძლება რომ იმასაც რა ქვია, მომაწოდ რომ გადავიღო რომ საინტერესო იყოს, ყურებადი იყოს. მე კიდე ცვლილებები არის აი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაში. ძალიან მოუჭირეს ამ ყველაფერს. მე მინდა პოლიტიკური ვიყო, არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი. არა პოლიტიკა ჩემი საქმე. ხო და ძალიან მოუჭირეს მიგრანტებს. ძალიან უსაბუთოებს და ამბობენ რომ ეს ტრაილერიო მხოლოდ საბუთიანებისთვისო. და უსაბუთოებმაო წარით სახლებში. ანუ ეხლა რა ხდება? ვისაც აქვს CDL მართვის მოწმობა, სანამდეც აქვს ვადა, იქამდე იმუშავებენ. შემდგომ ეს ვადა როცა გათავდება, ვეღარ გააგრძელებენ. ჩემს შემთხვევაში მე CDL-ი მითავდება ამ წლის სექტემბერში. შესაბამისად, სექტემბრის რიცხვიდან მე CDL-ზე მუშაობას, ტრაილერზე მუშაობას ვეღარ შევძლებ. ამიტომ ალტერნატივა არსებობს. ადრე მე მაგაზე მუშაობდი, ევაკუატორზე. მანქანების აყვანა, წაყვანა, ის კაფუჭებული ის და იქ უფრო მეტი საინტერესო რაღაცეების გადაღებას შევძლებ დაჟე, ვიდრე აქ. აი ამ სიტუაციაში და თუ ახლა კანეშა მე მიჩვენი აქვე მუშაო, ეს აქვე ვაკეთო, მაგრამ თუ ეს საქმე არ გამომივიდა, ორმანქანიან ევაკუატორზე დავჯდები და იქ უფრო მეტი დიჟენიები იქნება, მაგას თქვენ თვითონ ნახავთ, მე იქ რა ხდება, როგორ არანაირად. აქ მეტი წილი გიწევს დომა და სიარული რა, წადი და მithumedes არაერთხელ მithქვია ჩემ ვიდეოებში, მე სულ დავდივარ ერთ და იგივე ხაზზე. ერთ და იგივე ხაზზე ცოტა რთული არის გადაღება რაღაც განსხვავებული რაღაცეებს ხო ხვდებით. ხო და ან კიდევ ლაივში უნდა გავდიოდე, ლაივ ჩართვა უნდა იყოს და ლაივში შეიძლება მაგალითად კითხვა-პასუხები დასვათ და
კითხვა-პასუხებზე ლაივში ვუპასუხო მაგალითად, ხო? მაგრამ, სიარული და ლაივში იქ მესიჯების კითხვა და რაღაცა, ეგეც, არ არის კარგი იდეა, ხო და. აიტო ესეთი ვარიანტებია რა, ესეთი ცვლილებები არის და დიდი ისა გამოწვეული რა, აჟიოტაჟი, დიდი ამბები არის მაგაში და დავით ნახოთ რა, როგორ იქნება, რანაირად იქნება. ხო, კამერა მინდა. GoPro-ს კამერა მინდა შევიძინო 360-ით როცა რო იღებს. და ის 360-ით რაღაცა მინდა ის რაღაცა მაქსველელური იდეები და მინდა ისინი გავაკეთო კიდე რა. ეხლა გემშვიდობებით დროებით და წავედით რა ეხლა რაღაცა საინტერესო ნახე რაღაცეები გავაჩერებ და დაგათვალიერებინებ რაღაცეებს რა. აბა დროებით და კარგად გავით. გამარჯობა დილამშვიდობის დილამშვიდობის კი არა დრო მოსულა კაცო. როგორ ახართ ბიჭებო? დაშვებით. ყველას მოგიკითხავთ. მოგლეთ როგორი სიტუაცია არის ახლა რა. თითქმის ჩამოვედი დელივერზე 220 მილი დაგჩაგასავლელი აი როგორც ხედავთ ეხლა კადრში მაკდონალდსში გავჩერდი ესეთი პარკინგი ქონია მაკდონალდს დავინახე შემოვედი და ეს ვიყიდე რა მაკდონალდსი რა ვიცი კარგია ცუდია თუ რა არის ეს ყველა თვითონ გადაწყვეტავს თვითონ ირჩევს ხო და მეც მოვედი ეხლა ხვალ სახში მივდივარ საჯვენლები აღარაფერი აღარა მაქვს და რაღაც რო ჭამო პატარა იქ შემოვედი მაკდონალდსში ხალხი იყო შიგნით მიდის ფუსფუსი და აღარ შევედი ახლა ვიდეო კამერით და იქ აღარ დავჯექი და აღარ ვჭამე ვინაიდან ეხლა 20 მაილში უნდა გავჩერდე რესტორანი კავკაზი ადრე რო განახეთ იქ მივდივარ პარკინგზე იქ დავდგები დაველოდები ხვა დღეს უკვე დავიძინებ ხვალ მაგ დელივერი 200 მილი მეხდება ხვალ გასავლელი შუა დღეზე დავიძრები ხვალ და საღამოს ჩავალ ამაზონზე დავიცემი რა და იქიდან წავალ სახლში რა ეხლა სანამ რესტორანი გაიხსნება სანამ რაღაცა თოდა მომინდა საჭმელის ჭამა მომინდა და შემოვედი მაკდონალდსში რაღაცეები ვიყიდე და მივდივარ ეხლა პარკინგზე გასაჩერებლად რა უნდა გავჩერდე პარკინგზე ესეთი ამბებია აგზე ვაფშე არ უდგება თოვლი როდის უნდა გადმეს ჯიგარი დაეხოსტა არა უნთო ბიჭო დაანებე თავი გაუში ბიჭო არა უნთო არა უნთო გაუში აი თუ აუნთო გააჩერა მოსახლეში გააჩერა მე მგონი არა აბა დაწერეთ კომენტარებში გააჩერა თუ არ გააჩერა მე მგონი არ გააჩერა მე ვერ ხედავ ისე შურდულები დაეშვა მე მგონი გააჩერა მოგითხარი
ჩაატარა. გაჩერებულ მანქანას მიადგა. Короче, თუ არ დაარღვე, აი შანსი არა რომ გამოგეკიდოს და გაგაჩეროს. აი თუ რაღაცა მიზეზი არ მიეცი, ეხლა მაგას უეჭველი ვიღაცამ ნახეთ, აი მანქანა იდგა, კაპოტი გაღებული. გზავრი არის და შიგ და არავინ არ იყო. ეხლა მაგას ვიღაცამ დარეკა, აქეთ გავლელმა. რო აი მანქანა დგას გზაზე და მიხედეთ. შეიძლება ჩაულები აი გავლელმა, უბრალოდ მანქანის გავლელმა დარეკა პოლიციაში. მაგას გადმოსცეს კოორდინატები და მოვარდა ეგრევე. ანუ ეს აწყვეტილი რო გარბის, ვიღაცას უეჭველი მისდევს რა, ვიღაცას უსრულებს უეჭველი. ვაი. ოხ. Короче, კარგი, წავედი, ახლა და ცოტა ხანში დაგიბრუნდები. სელვანია. Короче, ამერიკის მძღოლებო, ხო, ამერიკაში მომუშავე ქართველო მძღოლებო. თუ ამ ვიდეოს შეხვდებით სადმე ინტერნეტ სივრცეში იმახსოვრით 192 exit 192 exit. Короче, აქ არის კარგი პარკინგი. ბანაობა შეგიძლიათ, სარეცხის გარეცხვა, ყველაფერი და ალია რაღაც ვითომ ქართული საჭმელი რაღაცა ესეთი მსგავსი შეგიძლიათ რაღაც ჭამოთ რა. ეს არის ყველაზე მურტალი გასასვლელი, თუ რამე გასასვლელები არსებობს, ყველა გასასვლელებიდან და მე ვაკეთებ ესეთ რაღაცას, აი აქ. ნახეთ, ოპ, ასე ცხვის გავყოფ, რომ იქედან წამომავალი მაჯლაჯუნა არ ჩანა და რომ დავინახო რა, ასე ცხვის ყოფ წინელა, ნელა და აი იქით მიდის, აი ბატონო. Pennsylvania. ასე მარცხნივ ჩოუხო და აი იქით სოფელში, მიმალულში არის რესტორანი კავკაზი. სადაშორის იმედია დღეს ვნახავთ. აქ ცხოვრობენ ძალიან ბევრი ამიშები. ამიშები არიან ეს ძილძველი ამერიკელები, ალბათ თუ სწორად ვამბობ, თავიანთი ტრადიციები, თავიანთი ცხოვრებით. ეგენი არც ტელევიზორს ცნობენ, არც ტელეფონს ცნობენ, არაფერს დადიან ფაიტონებით, ცხენებით, ეწევიან მეფრინველეობას, მეცხოველეობას და აქ ცხოვრობენ ეგენი ძალიან ბევრი და მაგათ ისეთი ცხენები ყავთ და მაგათ ისეთი ფაიტონები აქვს, ანუ ეტლი რა, ცხენის. აქ დაჭახუნობენ აგერ და ხშირად დადიან და იმედია წავაწყდებით, короче და დღეს დავაფიქსირებ მაგათ კიდე ვიდეოში. ძალიან საინტერესო და აი ცხენები ყავთ რაღაც აი უნიკალური ჯიშის ცხენები ყავთ რა, აი უნიკალური ჯიშის ცხენები. ცხენი ეზო დარბის, რაღაცა კი არ დარბის, აი დანანაოს ისეთი ცხენები ყავთ და ხამეთს დადიან სხვათა შორის ეს განათებული ისინი, რა ქვია, ეს კაჭკები, ფაიტონები რა, განათებული და ნუ короче ძალიან მაგარი პონტია რა. აი მეც მოვედი ვინაიდან ჩემს იმას აქვია ტრეილერს არ უმუშაობს ფარდები და მეც არ მიყვარს დიდად ამ ფარდებში ჩაიგი, короче ჩაჭიტინება. ადი ვიდეო. ისე უნდა დავდგე რომ ზევნა მეტანი არ შემაწუხოს. თან მაგარი სიცივეცაა და პრინციპში რო დავიძინებ მზეც შეიძლება რომ ცოტა მოვიცხუნო ჩემსკენ რა და რა ქვია გამათფოს ასე დავდგე USA Express რას მიყურებ ძმა ვალი მაგ შენ და ეგია რესტორანი ბიჭო ეს ალია რესტორანი აიცი ხა მე ჩემს იმაში რესტორანი ვაფშე სხვა რაც ხარ რა მოდი ასე შევიდე ეს
ასე და მე იქით უკან სიმშრალეა უფრო. მე ასე ვიჯო, ასე. მე ასე. გასტორდები ასე მე ჩობრებად ლამაზად. Pennsylvania, Pennsylvania, მოდი. ამეჯო. აიცადე აჩედი. არ მომწონს ასე რაღაც. ასე ჩავდგე ლამაზად, სწორად. ბიჭონა. აქ ძალიან მურტალი იგია, რაც ხავქია უკან. კი არ ჩანა. საბურავი შეიძლება ამოყოთ ხრილში თავი. ძალიან დიდი თხრილია მურტალი უკან. ორმოა უსაშველო, უსაშველო. დავატა, ასე ავჩერდით რა. შეიძლება მივწიო კიდევ ოდნა. всё. თავდგეთ ასე და მზე არ შემაწუხებს. ესა რა. იყო ყველაფერი, ეს არის ამ ტერიტორია, ამ რესტორნის, короче და ეხლა ჯერ დაგეტილები არიან ეგენ. გაიღებიან სადღაც 20 წუთში. მაგრამ აყალი არანთია. საინტერესოა. ალბათ მე მწვადი არ აყავთ თუ რა ხდება, აი კუთხეში. მარჯვნივ პატარა შენობა არის ბუტკასავით. იქ, короче, ყავთ მაყალს მაშვენია, წვადებს წვავენ და ეგიდა. აი შეიძლება არ ყავთ, ვიცი. короче, დოქში ანაირი ამბავია ბიჭები. ეხლა მე ჩემი ისინი რაც ვიყიდე, მაკდონალდსში ავიღე ბაგერ თქვენგან ასე რომ ვთქვათ აფერ უნდა ვთქვა, თქვენ ისდებართვით. ო. ავიღებ და შევახრამუნებ რა. თორე ნამეტანი სუსტად ვარ წონაში. და პატარას მოვიმატებდი. ხვალე დავემშვიდობები ჩემი პიპიკელას. აივია. ხვალ დავალაგე. დავასუთავე ყველაფერს. ამ ქუდს ვტოვე, ამ გახუმებულ ქუდს. რამდენი ქუდები მაგარი? 1 ქუდი, 2 ქუდი, 3 ქუდი, 4 ქუდი. ქუდების კოლექცია მაქვს, მაგრამ ეს გახუმებული ქუდი მიყვარს განსაკუთრებით. რატო არ ვიცი. ამას ვიღებ ხა და აქ შუქს ავანთებ. და მივირთმევ რა. ოპ, ასე გავაკეთო. დაიწებ ავსი ეს. დაიწება ჩემიგა. ოპლა, ვაუ, შეხედე. მაცივარდე დაიწება GoPro-დაჟე რა. ეს რა მაგარი რაცა ყოფილა, სიმო მე არ ვიცოდი. არ დაიწება და. ალბათ იგი უნდა, ჩვენ რა ვიცით. короче. ჩავაქრვა ხა მანქანას. ხოდა ცოდვა. აჩედი ვიო აი რაღაც ჩავაქრო ცოდვა. ისედაც მუშაობს. და მაგრამშია. ძალიან მაგრამშია თქვენთან ბოდიში. თქვენთან დიდი ბოდიში, მაგრამ იგი რა ავიღე? საძაგლობა რაღაცა. არა უნდა ვჭამო. უცებ რა. უცებ ჭამო და უცებ დავიძინო, მაგრამ ეძინება. ეს საფეთქი ეს არის თავარი ატრიბუტი ამ საქმეში. ამის გარეშე გამორიცხულია ცხოვრება. გინდა სანადიროდ, გინდა სათევზაოდ და გინდა რავი კოსმოსში თუ გინდა. ეს საფეთქები ოღონდ აი ბავშვის საფეთქები რო არის რაღაც.
ხაგისი თუ რაღაცა. Короче, да. მოდი ერთი короче ქართული ასმურა გავაკეთოთ რა. კაცებდა. ამას მოუხდება ჩაი. თბილი. არა მეზარება. და კაცი ამნაირი ამბავია რა. მოკლედ ეხლა უნდა ვთქვა რა დამრჩა მე ამ კონკრეტულ იმაზე რა ტვირთზე ესე იგი კალიფორნიიდან წამოვედი 4 შაბათს შუა დღეზე ავიღე ტვირთი 4 შაბათს დღეს არის უკვე შაბათი 4 შაბათი 5 შაბათი პარასკევი და შაბათი 4 დღე გზაში ვარ ხვალ გვაქვს დელივერი ხვალ გამოდის 5 დღე ანუ ხვალ უნდა ჩავაბაროთ ტვირთი ხვალ გამოდის 5 დღე $6,000 $6,000 აუ მაცადე თვითონ ლაპარაკი რა იყო ხო $6,000 გადაიხადა ბროკერმა ტვირთში ესე იგი $6,000 32% ღებულობ მე ანუ კომპანია მიხდის 32% ესე დავთვალ ტელეფონს რა 32% ხო და მოდი ახლა ვიანგარიშოთ სადღაც ну $1,800 პლუსით რა короче ღებულობ მე ამ კონკრეტულ ტვირთში უფრო ზუსტად რომ ესე იგი ვიანგარიშოთ და короче რაღაცებს ახლა დაგითვლით აი $6,000 32% უდრის $1,920 $1,920 მოდი ახლა ნახოთ $1,920 გავყოთ 5 დღეზე $384 გამოვიდა დღეზე ხა გეტყვით ვიღაცა იტყვის რომ აუ რა მაგარია აუ რა კარგია დღეში ამდენი $, ნამდვილად კარგია არაფერს არ ვიძახი არაფერი საპრეტენზიო მაგრამ ნახეთ მე ხარ რაღაც სახში მივდივარ რაღაც სწრაფად ასაღები ტვირთი იყო რაღაც ასე იყო და ეს ხო იაფათაც გამოვიდა მეტი ძვირად შეიძლებოდა გამოსვლა ამ ტვირთით მეტი ძვირად გამოვდიოდით ხოლმე კალიფორნიიდან ზოგადად კალიფორნიიდან ტვირთები გამოდის სულ ძვირად მაგრამ კალიფორნიაში მიდიხარ იაფად ვინაიდან იქიდან გამოდიხარ ძვირად ეს ფასი ამ ბაზარზე ну საუკეთესო ფასი არის ასე რომ ვთქვათ დისპეჩერი მუშაობს კომპანიაც მუშაობს და კარგი ფასი არის ნახეთ თუ მე მაგალითად აი ამ ტვირთს ჩამოვიტანდი 3 დღეში 3 დღეში გასავლელი იყო 2780 მილი ну 3 დღეში მე ამას ჩამოვიტანდი 4 დღეში ეხა ავიღოთ და ის თანხა 4 დღეზე გადავანაწილოთ ის $84 ну გამოგვიდის გრუბად დავთვალოთ და კაპიკებში არ ვსდიოთ ერთმანეთს თუ ჩამოვიტანდი 4 დღეში სადღაც $400-მდე ავიღებდი ხო თუ რამდენს არ ვიცი და მეც გონი ხო ხო და $1,920 მომიწია მე ხელფასად ძალიან კარგი ხელფასია მაგრამ უნდა ვთქვათ სიმართლე შევხედოთ თვალებში რა დაილოცოს ღმერთის დიდება და სამართალი ძალიან დიდი შრომა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჭირდება ამ ტრაილერზე
მუშაობას რა. ეს არ არის თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ არის ის დრო, ადრე ყოფილა რა, ანუ ადრე თურმე, აი ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი ურა ვაშას ვიძახით და გვიხარია, ტიპები გვეუბნებიან, რომ ეს, კაროჩე, ზღვაში წვეთია რა, რასაც ადრე ვაკეთებ, ორმაქს ვაკეთებდითო რა. და წარმოიდგინეთ, ადრე რომ გეთქვა, რას აკეთებ და რა შოულობ, აუ, ვერაფერს ვერ შოულობ, არაფერი არ არის. ერთს ვიჩავ რა. არაფერი არ არის. ტარია მუშაობა არ არის. არ ჩამოხვიდეთ, რა გინდათ ამერიკაში, ასე გეტყოდნენ რა. და ეს ხალხი დღეს გვეუბნება, რომ თქვენ რომ მუშაობდო, იგივე კაპიკებიაო რა. ორჯერ და სამჯერ მე შოულობდითო ადრეო. მონა. შეგაიდეთ მამიშვილო. ორჯერ და სამჯერ მე შოულობდი. ადრე და დარწმუნებული ვარ შოულობდი. კაცი რო გეტყოდა, არიკა წამიყვანე მიშველე რაღაცა ტიროდით. არა მუშაობოდა. ეხლა დავგწინით რომ კაპიკებზე მუშაობთო და მექსიკიდან ჩამოთრეულებმა ყველაფერი გააფუჭეთო. ასე გვიძახიან ჩვენ. მექსიკიდან ჩამოთრეულები ვართ. ეს ხალხი კარენოი ამერიკელები არიან, ანუ ძირძველი ინდიელები არიან და კოლუმბისთან ერთად ჩამოვიდნენ აქ რა. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე, თავის სამართალში რა. მე დასამალი არაფერი არ მაქვს, არავის არაფერს არ უმალავ, არც არავის არაფერს არ ვატყუებ. თუ მე დამირეკავს და ვინმე სამსახურზე ძევს, ყველას ვეუბნები, ყველას იმას თავაზობ, რომ კარგი კომპანიაა, კარგი ხალხია. და ასეა თუ ისეა, მე ჩემი წვალებით, ჩემი შრომით 24/7-ზე გადმოვარდნით 2 კაპიკ ფულს რაღაცა შოულობ რა. მადლობა უფალს, დაიდოცოს უფლის დიდება. დილა არ გავა, რომ სანთელი არ ავანთო, ლოცვა არ წავიკითხო, უცოდველი მარტო უფალი იყო. ცოდავთ ეხლა რა, ხან სიგარეტია, ისა, კინებაა და რა ვიცი ხასართულიანი და ის, მაგრამ მაინც უფალს მადლობას ვეუბნები ყველაფერზე. თუ რაც მაქვს და რაც გამაჩნია. აი ხა თქვენ გადაწყვიტეთ. ეს კარგი სამუშაოა, ცუდი სამუშაოა, თუ როგორ არის. მე ვფიქრობ, რომ ცუდი სამუშაო არ არის. და $300 და $400 ღირს მუშაობად და ცუდი არ არის რა. ეხლა სხვა სამუშაო, მაგალითად ტრაილერის გარდა, თუ შეიძლება რაღაც ისეთი სამსახური, რომ სახლში იყო ყოველდღე, ხო? სახლში იყო ყოველდღე ოჯახთან ერთად და ყოველდღე ეს ფული აკეთო. კი. არის შესაძლებელია, მუშაობენ, აკეთებენ, მეტსაც გეტყვი, შეიძლება თქვენ გიმალავენ და არ გიმხელენ, მაგრამ მე რომ მირეკავენ, მეუნებიან, დღეს 500 დავაწერიე. 700 დავაწერიე და ასე შემდეგ. თუ მატყულებენ, ხوارთა გაუმარჯოს. მაგრამ ვიცი რომ არ იტყულებიან, მართალს ამბობ. კიდევ ერთს უკვიჩავ რა. მაგრამ ვიცი რომ არ იტყუებიან და ამბობენ მართალს. მაგრამ ისინიც ესე მუშაობენ. 24/7-ზე გადავარდნილები არიან ქუჩაში. გოდიშით და ყავის ჭიქებში მოფსმა, ფიზიფისის გაკეთება, ტუალეტზე სირბილი, საჭმელს არ ჭამებენ, რომ ის არ მოუნდეთ. იმიტომ აქ ნებისმიერ სადგომზე, პარკინგზე, რესტორანში, სადაც უნდა შეხვიდე, ტუალეტში ყველა შეყვა. ბრუკლინში ყველა ტუალეტები დაკავებულია, დაკეტილია. პინკოდები ადებთ რა და არ გიშვებენ.
თუ არ დაждები რესტორანში და თუ არ იყიდი საჭმელებს, აი იგივე მაკდონალდშიც. წავლებენ ეს ბიჭები. შედარებას აკეთებენ, აუ შენო ქუჩაშიო გძინავსო. კაროჩეო გადავარდნილი ხარ და მეო სახში მძინავს ყოველ საღამოს. მაგრამ რა ვიცი, მუშაობენ 14 საათ, 15 საათი უბერავენ და მე მაგალითად აქ მუშაობა მირჩევნია. იქ მუშაობას რა, ტაქსიზე მუშაობას, აქ ვირბინო მირჩევნია, აქ ვიყო და ტუალეტიდან დაწყებული, აბანოთი დამთავრებული ყველაფერი, აბსოლუტურად ვიბანთ და ვისუფთავებთ და არა ვართ ბომჟები და არ ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვცხოვრობთ, ძალიან სუფთად ვცხოვრობთ ამ მანქანაში ჩვენ. ეს საცხოვრებელია რა, 24/7-ზე აქა ვართ რა. ძიმეს ამუშაოა. ადვილი მუშაობა არსად არ არის ჩემო კარგი. არსად ადვილი არ არის მუშაობა რა. ყველგართული არის. მაგრამ მეტნაკლებად ანაზღაურება იქ ისე არის, აქ ასე არის. აქ ასე არის, იქ ისე არის. მე მაგალითად ეს მომწონს და კი კარგია $700,000 დღეში რო იმუშაო და არაფერი არ აკეთო, მაგრამ ეგრე არსად არ არის. ყოფილა ამ კომპანიაში ყოფილა და იყო, სადაც მომუშაობ, დღეში $500 დაგვიწერია და დღეში $600 დაგვიწერია, ესეთ ეს ყოფილა შეიძლება. ახლა ეს პერიოდია ესეთი, რომ მუშაობაც იკლებს. აგერ მეც კიდე სახში გასაქცევად და ასე რომ ვთქვათ, კაროჩე პირობითად გეტყვით, აი ბევრი არ ვისაუბროთ, თუ $10,000 დავაწერინებ კვირაში, ხელფასი გამოდის $3,200. კი, კარგი ფულია, კარგად ჟღერს, დიდი ფული არის, მაგრამ როდესაც გადასახადში ფინაში $2,500 იხდი, მანქანის დაზღვევა, იგი, წადი, მოდი, მტერი, მოყვარე, გაგზავნა, გამოგზავნა, ისეთია რა. და ამიტომ, რა ვიცი, ჩემო კარგებო, მე ყველას ვეუბნები, რომ აქ ის ხალხი, ის კატეგორია ხალხი, აი ვინც გეტყვით, რომ აქ არ ჩამოხვიდეთ, არ მოხვიდეთ, არაფერი არ არის და ტყილა მოხვალ და რაღაც. ეგენი თქვენი მტრები არიან. დამიჯერეთ. მაგ ხალხს თქვენთვის კარგი არ უნდათ. თუ თქვენ მოტივირებული ხართ მუშაობაზე და იმუშავებთ, აი მუხჩაუხრელი რო იტყვიან და იქნებით მოტივირებული მხოლოდ შრომაზე, მუშაობაზე და ოჯახის კეთილდღეობაზე დამერწმუნეთ, ფულს იშოვით რა. იშოვით, მაგრამ იქ უკვე საკითხავია რის საფასურის ნაცვლად. ეგეც არის. ამიტომ, რა ვიცი, ახლა მე ცალკე ვიდეოს დავუთმობ ამ ყველაფერს, რა არის შემოსავალი ძოლის, რა არის შემოსავალი ონერის, ონერი არის ანუ მე პატრონეროზის თვითონ მანქანაზე და კომპანიაში ვამუშავებ. მაგაზეც ვისაუბრებ. რამდენია შემოსავალი, რამდენია გასავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეხლა ცივი ბურგერის ნოტზე დაგემშვიდობებით აბა და კარგად იყავით. ცხელი არ ვარ გაცივი რა იქნება. აბა წარმატებები ჩემო კარგებო და დროებით რა. ხვალ შევხვდებით. და ხვალ დაგემშვიდობებით ჩემი სატვირთოდან რა. აბა წარმატებები და დროებით. რა გამოვიძინე. მოგლები შევ. ახლა შევალ რესტორანში. ცხაის მინდა ხაჭაპურის მუღამზე ვარ. მოდა ჭარულის. აი პატარა საჩუქარი მაქვს. კასტროლია მანქანისთვის ახალია ვაფშე. ერთ პატარა ბიჭს უნდა ვაჩუქო. ძოლია იგიც. უბრალოდ ჩვენ ვერ დავემთხვით ერთმანეთს და შემეივლის მე აქ. ამ რესტორანში შემეივლის და წაიღებს. არა, რაცა ხალხი მას საღამოს გივსება ქავრო. იგი არის რესტორანი გაუგაზრდა. ხალხი ცოტა ხალხია. მაგას
ისევე არიან. შეუყვეთია რაღაცები და მეიტანები. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ? მოკლედ ვაგრძელებ ჩემს გზას კალიფორნია, ნიუ-ჯერსის მიმართულებით. გუშინ გაჩერებული ვიყავი რესტორანი კავკაზის პარკინგზე. დღესაც გაჩერებული ვიყავი მან. კარგად გამოვიძინე. დენი მომივიდა რომ გოლის ზედმეტი იყო გამოცდილება. ეხლა მივდივარ დელივერის გასაკეთებლად Amazon-ზე. ცოტა ადრე მივდივარ, ვინაიდან პარკინგზე მოვიწყინე. დაწყე ხალხიც არ იყო, ადრე სულიყო მან ხალხმრავლობა, სულიყო რაღაც დვიჟენიები. არ არის ხალხი, არ იყო. და ცოტა ადრე წამოვედი. 161 მილიმ გასავლელი არ ვჩქარობ, ნელა მივდივარ. იმიტომ რომ რა ვიცი 2 საათით ადრე არ მგონია რომ მიმიღონ და დამცალონ. Amazon-ი ცოტა ისეთი თემა არის რა. არ ჩქარობენ ასე რომ ვთქვათ. და მაგიტომ რა ვიცი როგორ იქნება. ასე არა ვარ. და ცოტა ისე ფეხს ვითრევდი რა, რომ იტყვიან რომ და ცოტა მეტი გვიანად შეიძლებოდა წამოსვლა რა. მაგრამ არა უშავს, ცოტა ადრე გამოვედი და ვიცი 2 საათი ნახევრით ადრე მივალ რა, ფაქტიურად. ამიტომ ნახოთ თუ დაგწლიან რა. ცოტა მე მეჩვენა რომ თუ დროულად ამცლიან. დროულად წავალ პარკინგზე და მანქანასაც დროულად გადავცლი ყველაფერს. ჩემო ბატონებო. დავემშვიდობები ამ სატვირთოს რა. გასაღებს დავტოვებ პარკინგზე და შემდეგ მოვა ახალი მძღოლი და აი მანქანას წაიყვანს და ბედნიერი გზებით ატაროს ღმერთმა რა, როგორც იტყვიან. მე კი დაველოდები გამოსვლას, რომ გამოვიდე სამსახურში და სხვა მანქანას მომცემენ და ახალი ძალებით სხვა მანქანით და ახალი მითი რა შეტევებით შევუტიოთ ჩვენც მუშაობას რა. ეხლა გაგეთიშებით და ცოტა მოგვიანებით ჩაგერთებით. ეგ Amazon-ზე რომ მივალ რა, ჩაგერთებით. ტაქს. საღამომშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ აშვებით? მოკლედ, აი მოვედი Amazon-ზე, ტრაილერი ჩავხსენდი უკვე, ესე იგი დავაყენე, საბუთებით ჩავაბარე და ეგრა დაგვრჩენია ახლა დაველოდოთ, რომ დაგცალონ ტრაილერი. წავალ ახლა ერთ კრუგს მოვარტყამ და შევხედავ წითელი შუქი თუ არის ანთებული. დაიწყებენ დაცლას და ნახოთ საათი 9:09-ია, 10 საათზე უნდა მოსულიყავი, ადრე მოვედი და გამიმართლა, ადრე მიმიღეს, თან კვირა არის, ცოტა ხალხიც არის. ხო და ბატონო ჩემო, რა ვიცი, გახარებული ვარ.
მაგრამ შევხედოთ აბა წითელი თუ ანთია, მაგრამ მე მგონია მწვანე ანთია კიდე და რატო არ ვიცი. ჯერ არ დაუწიათ დაცლას. აჰა. დაველოდოთ აგერ დავდგეთ და დავაკვირდეთ რა ხდება, აბა. რატო არ იწყებენ დაცლას? მერე ბატონო ჩემო მავსკრათ რაც გაქვია. წავიდეთ და სადმე მივეყუჟოთ. სადაც მოგცემენ უფლებას. ცა პატარა წავიხემსოთ და წავიდეთ და წავიდეთ. დავტოვოთ ტრაილერი პარკინგზე. ესეთი ვარიანტია, თოვა დაიწყო. მთელი კვირა თოვა გამოცხადებული ნიუ-იორკში. ნიუ-ჯერსიც აქვე არის და короче თოვლი იქნება რა. კარგი, გაგეთიშებით ახლა. გაგეთიშებით და დავაკვირდები აი ამ ჩემი მასა ქვია მწვანე შუქურა როდის გააწითლებს, ანუ შუქი უნდა გააწითლოს. და შემდეგ დაიწყებენ დაცლას რა და ეგ ჩემთან მწვანიანთია კიდე და ავი თუ რა პრობლემა არის და მირეკავ. დაველოდები დავაკვირდები. აბა დროებით. აი ბიჭებო ეს არის ამერიკა. ეს პეპლები დაფრინავდნენ და ნახეთ ხა რას თობს. რას თობს ნახეთ. რას ასწავლებს. ძალიან მაგრად თავს. ძალიან მაგრად. ამოვწიე ახლა მე შუშები და ჩავაქრე ჩემი ტრაქტორი და წაუწობის პანაში სანამ დაცლიან მანქანას ტრაილერს დავიძინებ მანამდე კიდე ცოტას. ნახეთ რას თავს. მაგარია. ეს გავთიშოთ ავიდეთ. მოკლედ ბიჭებო მოვედი ახლა პარკინგზე. ტრაილერი ჩავხსენი. ხო და მარტო სატვირთოთი ვარ ახლა. სატვირთო მოვიყვანე პარკინგზე. და ახლა რა ხდება? ეხა ვალაგებ მანქანას სელამაზად გუშინ ყველაფერი დავასუფთავე, დავრეცხე ყველაფერი დავასუფთავე, მაგრამ მაინც კაცი რომ მოვა მანქანაში რომ ჩაჯდება არ უნდა იწვალოს, პირდაპირ დაждდეს და წავიდეს სამუშაოდ. კიდევ ვიმეორებ რომ ეს მანქანა სხვა მძღოლს გადადის. სხვა მძღოლი იმუშავებს ამ მანქანით. მე როცა ჩემ ჯანმრთელობას მივხედავ და შევძლებ სამუშაოდ გამოსვლას, უკვე კომპანია სხვა მანქანას მომცემს და სხვა მანქანით გავაგრძელებ მუშაობას. ეხლა ეს ასე. იმდენი რაღაცეები მაქვს გადასატანი და იმდენი რაღაცეები გადავიტანე, რომ რა ვიცი. ძალიან ბევრი. ამ ბალიშს დავტოვებ. თუ გამოადგება პატივცემულს კი იხმარს, თუ არა და გადააგდებს. შეიძლება უცებ არ კონდეს და
ბალიში სიხმარს. ნუ მე არ მიცნობს ეგ ბიჭი, მაგრამ კომპანია მაინც ეთქვის, რომ არაფერი არ მჭირს. და ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, შეიძლება ჩემ ნახმარ ბალიშზე თავი ზადება. თუმცა, ნუ, რა ვიცი, ვის როგორ. ეხლა ამას ბევრი ცერემონიას არ დაუწყებ. ასე ჩიხოპროსტინას უკიდე ხელს. ხო და ასე ჩემოყარგებო ჩავდებ ამას პირდაპირ სუნკაში თავის ამბებიანად რა. რომ ბევრი რო არ ვიწვალო. ასე ბატონო. ჩავაყვეხებ სუნკაში და მორჩება ამბავი. ასე ამას მე ან გადავყრით ან კიდევ გავრეცხავთ და რო გამოვალ სამუშაოდ, მე გამომადგება კიდე. так. ესე იგი, მატრასი გავანთავისუფლე, ხო. ეს ყველაზე თავარი სუნკაა. ვიდეო კამერები და ლეპტოპი და რა ვიცი. ყველაფერი ტექნიკა ჩემი. ესე იგი, ხო, ერთი სუნკა მინდა ეხლა მე. კარებებში რაღაცეები დამჩა გასატანი და შენია. ესე იგი, მობილიზაცია არის სასწაული. მუშაობენ და ერთი ამბავი აქვთ ბიჭებს, რომ კაროჩე თოვლი მოვიდა რა. სერიოზული თოვლი მოვიდა. ხო და მობილიზაცია აქვთ სერიოზული ბიჭებს. და ეს საწმენდი საშუალებები. ასე საწმენდი საშუალებებს ვერ დავტოვებ, ვინაიდან მე რო გამოვალ აუცილებლად ის მანქანა, რომელიც იქნება 1,500,000% დარწმუნებული ვარ, რომ გასაწმენდი იქნება. გასარეცხი იქნება. რომც არ იყოს, მე მაინც ჩემებურად წმინდა, იმიტომ რომ არ შემიძლია სხვანაირად. так. პატარა რაღაცეები ამ სუნკაში ჩავდოთ. რისი დატოვებასაც შევძლებ. დავტოვებ. რისისაც არა არ დავტოვებ, უბრალოდ წავიდე და შემდეგი მოხმარებისთვის ასე ვთქვათ, გავაგრძელებ, შევინახო. ესეთი პროცესი არის რა. გადაიტანე, გადმოიტანე, გადადი, გადმოდი და ნუ, კაროჩი, ყველაზე რთული პროცესია ეს პროცესი. ხო, სიმართლე გითხრათ. კიდე გავიმეორებ, რომ გული მწყდება ამ მანქანაზე. რაღაცნაირად მივეჩვიე. შეიძლება არ არის იდეალური სატვირთო, მაგრამ ჩემთვის მაინც იდეალურია და იდეალური დარჩება. იმიტომ რომ так. აბა. ეხა თანდილო. რთული. ფეხი მტკივა. წვალობ. იქნება დამადგეს საშველი და მეშველოს და მოვირჩინო ეს ფეხი რამენაირად, თორე ძალიან ცუდ დღეში მაყენებს რა, აი ძალიან. ენით ვერ გადმოგცემთ. ისეთ ტკივილს მაყენებს ეს ფეხი რა. რა ვქნა. უძლებ. წვალებით უძლებ რა. так. ისინი წავიღოთ. ისინიც. так. ასე.
აბა. ავაცროთ ესე. და ხო, წამლები არ უნდა დამჩეს. ნემსები. ჩემი დიაბეტის ნემსები. ასე. ჩემო ბატონო თქვა. ასე არის სატვირთოში ბიჭებო. გადადი გადმოდის ამბავი და წვალების ამბავი რა. გადაიტანე, გადმოიტანე, გადაიტანე და ასე გაულევლად. სანამ შენი სატვირთო არ გეყოლება, აი ესე იქნება სულ. მაგრამ ჩემი სატვირთოს ამბავმა დაყვინა ბიჭებო, რო გითხრათ რა. იმიტომ რომ ისეთი კანონი მიიღეს ჩემო კარგებო, რომ ისეთი კანონი მიიღეს, რომ ვერ იმუშავებ ამ კანონით, ვერ ვიმუშავებთ. მიკროტალღურიც გაწმენდილია ყველაფერი. ეხლა დამჩა. კიდე ქვეყანა რაღაცეები დამჩა და საღები. გადასატანი მანქანაში და გადავიტანე ხანინელა. და ამ ასე ვთქვათ გულის წვეტის ნოტაზე ჩემო კარგებო, თქვენ დაგემშვიდობებით და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. და რა ვიცი. იმედია მეც მალე გამოვალ და კარგი მანქანა შემხვდება მეც სამუშაოდ. ეს ყველაფერს გავთიშავ ახლა და წავალ. ჯერ დასალაგებელი ბევრია ყველაფერი. მისახედი მისაწყობია ყველაფერი და კადრს მიღმა ყველაფერს ამას დავასრულებ და წავალ სახში. აბა, კარგად იყავით ჩემო კარგებო. აი ესეთ ამბავში მოვიცადეთ, დაგანახოთ. უნდა დაგანახოთ რა. აი ესეთ ამბავში, აი ესეთ მდგომარეობაში ყველაფერს ესე ტოვებ რა. ამასაც ახლა პოლებსაც მოვწმინდა. ეს ჩემი ხარახურები, აქ კიდე ხარახურები მაგასატანი. აქეთაც ხარახურები, ესენი დავცალებ ყველაფერი. ხატებს წავიღებ. ჩემო ყველაზე საყვარელ კუთხეს და წავალ რა. გადავალ და გავალ. აბა, კარგად იყავით ჩემო კარგებო. ყველას გემშვიდობებით, დროებით. მომავალ შეხვედრამდე ამ ვიდეოს ამ დღეებში ავარედაქტირებ, ავტვირთავ და ნახავთ თუ რა გადავიხე. აბა, კარგად იყავით და დროებით. ყველას კოცნი და გეხოდებით.